დღემშვიდობისა BMG-ის პირდაპირ ეთერში ახლა ქალების ნარატივის დროა, რომელსაც მომდევნო არასრული 1 საათის განმავლობაში მე ჟურნალისტი ლიკა მეგუცნიშვილი გავუწყობი და საინტერესო სტუმრებთან ერთად გაგიზიარებთ საქმიან ამბებს. გადაცემის ანონსი ვნახოთ ახლა და სულ რამდენიმე წამში უკვე სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში. საქმიან კვირას და სამშაბათი დღის დასაწყის ქალების ნარატივით ვაგრძელებთ და BMG-ის გამორჩეულ ტელეპროექტში 25 მარტს 11 საათსა და 30 წუთზე მასპინძლობთ ანა კოშაძეს და ნათია ყურუას. სტუმარ მასპინძლობის სფეროში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით ქართული სტუმარ მასპინძლობის ფონდი შეიქმნა, რომელიც საკუთარ საქმიანობას შემომწირულთა მხარდაჭერით ახორციელებს. ქართული სტუმარ მასპინძლობის ფონდის მიზნებზე და ზოგადად სექტორში არსებულ გამოწვევებზე ქალების ნარატივში ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი ანა კოშაძე ისაუბრებს. ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში 6 აპრილს ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართება, რომელსაც კრისტიანსლენდში მდებარე ღვინის ბარი ღვინო გაუწევს ორგანიზებას. ქართული ღვინის ბარი ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნის მოსახლეობასა თუ იქ ჩასულ სტუმრებს ჩვენი ქვეყნის საამაყო 8000 წლიანი ისტორიის მქონე მეღვინეობას აცნობს. ქართული ღვინის პოპულარიზაცია მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ობიექტის დამფუძნებლები უკვე მეხუთე წელია ქართული ღვინის ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად არიან ჩართულნი. ღვინის ფესტივალის დეტალებით ქალების ნარატივში ნორვეგიიდან ღვინოს თანადამფუძნებელი ნათია ყურუა ჩაგვერთვება. სიახლეებით მეწარმეების შესახებ და მათი საქმიანი ისტორიებით. ყოველ სამუშაო დღეს ზუსტად 11 საათსა და 30 წუთზე BMG-ის პირდაპირ ეთერში ტელეგადაცემა, რომელიც არ უნდა გავაგრძელოთ. ქალების ნარატივი. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და გადაცემის ამ ნაწილში უნდა ვისაუბროთ ქართული სტუმარ მასპინძლობის ფონდზე, რომელიც კრიზისის წინაშე მდგარი მცირე საშუალო და ასევე მსხვილი ბიზნესის მხარდასაჭერად შეიქმნა კრიზისის, რომელიც დაიწყო 28 ნოემბრიდან საქართველოში და რომელიც სამწუხაროდ გრძელდება დღემდე და გავლენა ამ ყველაფერს რაზე თუ არა პირველი ჰქონდა ცხადია ყველაზე სენსიტიურ დარგზე ტურიზმზე, სტუმარ მასპინძლობაზე, რა რეალობის წინაშე დგანან დღეს ბიზნესები, რამდენად სჭირდებათ მათ ხელშეწყობა და ზოგადად როგორ შედეგები აქვს ფონდს სულ რამდენიმე კვირის თავზე ოპერირებიდან ანა კოშაძე, მისი თანადამფუძნებელი მოგვიყვება ახლა დეტალებს, რომელიც გვერდდება პირდაპირ ეთერში. ანა, ძალიან მიხარია, რომ ჩვენთან ხართ და მიხარია ძალიან ის ამბავი, რასაც თქვენ და ვახო კანდელაკმა დაუდეთ სათავე და რამდენი ხანი გავიდა უკვე? შედეგები მინდა რომ მოვიკითხოთ, იმიტომ რომ იდეაზე გასაგებია რატოც დააფუძნეთ და რა საჭიროებაც იყო და ამაზე ბევრს აღარ გკითხავთ, მაგრამ აი დღეს რა გამოიკვეთა, რა სურათი გვაქვს, ასე ვთქვათ, როგორც ბიზნესების დაინტერესება თუ გამოჩნდა, იმიტომ რომ პირველი კონტრიბუტორი იყო საქართველოს ბანკი 400,000 დოლარით და აი თუ იქონია ჯაჭვური რეაქცია და თავად უკვე როგორი არის შემდეგ თქვენი მიმართულებები დახმარების თვალსაზრისით. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. 2 კვირის თავზე შემოსულია რამდენიმე განაცხადი და კიდევ მინდა რომ კომპანიებს მოუწოდო რომ შეავსონ მოთხოვნის ფორმა იმისთვის რომ ჩვენ შევძლოთ მათთვის დახმარების გაცემა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ საქართველოს ბანკს, რომელიც ჩვენი მხარდამჭერია და საკმაოდ დიდი კონტრიბუცია გასწია, როგორც თქვენ თქვით, მოვუწოდებს კომპანიებს ჯერჯერობით არავინ ყოფილა სხვა შემომწირველი, თუმცა ჩვენს ვებგვერდზე არის შესაძლებლობა რომ ხარში დაუდგნენ სტუმარ მასპინძლობის სფეროს პატარა წარმომადგენლებს, რომლებიც ყველაზე უფრო სენსიტიურები არიან და ყველაზე უფრო რთულად რეაგირებენ მიმდინარე მოვლენების გამო სტუმრების შემცირებას. ან ძალიან უჭირთ თანამშრომლებისთვის ხელფასის გაცემა, იჯარის გადახდა, რაღაც მარაგების შევსება. ზუსტად ამიტომ შეიქმნა ფონდი. უცებ ვიტყვი კრიტერიუმს, რომელსაც კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს. შევეცადეთ, რომ გაგვეფილტრა ბრუნვით, იმიტომ რომ კომპანია უნდა იყოს პატარა და წელიწადში მილიონამდე ბრუნვა უნდა ქონდეს. ვთხოვთ, რომ მოთხოვნის ფორმაში ატვირთონ DRG-ს მონაცემები, ანუ DRG-ს გადამხდელები უნდა იყვნენ და 1 წლის განმავლობაში წელიწადი და რამდენიმე თვეა იქ მითითებული DRG, რითიც გამოჩნდება რამდენად უჭირს ახლა კომპანიას წინა წელთან დადარებით და ასევე უნდა იყოს შეპესე იურიდიული პირი იმისთვის, რომ ჩვენ რაღაც მარტივად შევძლოთ მონიტორინგი
მონიტორინგი რამდენად მიზნობრივად დახარჯავს კომპანია გაწეულ დახმარებას. დახმარება ერთჯერადია, თუმცა გონია რომ ძალიან წაადგებათ იმ პატარა რესტორნებს, კაფეებს და თუნდაც საოჯახო სასტუმროებს, რომელსაც ჩვენ გავცევთ და დიდი იმედი გვაქვს ასევე რომ ფონდი განვითარებას პოვებს და ეს უკვე იქნება რაღაცა განვითარებისთვის, არა გაჭირვებიდან გამომდინარე დახმარების მოთხოვნა, არამედ განვითარების ხელშეწყობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო და უკვე პროფესიონალი ადამიანია ამ სფეროში. საქართველოს ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანია ზუსტად პატარა და მცირე მიმართულებით ამის განვითარება და მათ ჭირდებათ ხელშეწყობა. აი ანა, ახსენეთ რომ რამდენიმე განაცხადი უკვე შემოვიდა და აი ეს რომ განვიხილოთ ახლა ძირითადად რა ტიპის ბიზნესებისგან არის, ეს არის მცირე თუ საშუალო ბიზნესი და გეოგრაფიული დაფარვის არეალიც როგორია, ეს კონცენტრირება არის თბილისიდან თუ მათ შორის არა მხოლოდ? პირველ ეტაპზე ჩვენვე შევზღუდეთ და გადავწყვეტეთ, რომ თბილისის არეალი ყოფილიყო, იმიტომ რომ მაინც ეს ამბები შეეხო თბილისს. თუმცა მეორე ეტაპიც გვექნება განაცხადების მიღების და ვფიქრობ, რომ უკვე გავზრდით ამ არეალს და საქართველოს მასშტაბით გავწევთ დახმარებას. ეს განაცხადები ერთმანეთთან უნდა დადარდეს 30 მარტამდე გვქონდა, გვაქვს უბრალოდ მიღებისა და ცოტა დრო დარჩა. და შესაბამისად უნდა მოხდეს პრიორიტეტის მინიჭება. ამიტომ ახლა არ მოვყვები ვთქვათ რა ტიპის კომპანიებია, მაგრამ ერთს დავამატებ. მათ შორის შეიძლება ჩვენთვის კარგად ნაცნობი საყვარელი ადგილებიც იყოს ამ სიაში, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის დღეს მხარდაჭერა, გვერდში დგომა და რაღაცნაირად ალბათ ყველამ რაღაცა ჩვენი წვლილიც რომ შევიტანოთ მათ მხარდაჭერაში. ლიკა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი წვლილის შეტანა და ზოგადად საქართველოს მასშტაბით შიდა ტურიზმში ჩვენი წვლილის შეტანა, იმიტომ რომ კვლევა არ ვიცი, ძალიან ცოტა კვლევაა საერთოდ სამწუხაროდ საქართველოში ამ სფეროში. ახლა მე ნაშრომზე დისერტაციაზე ვმუშაობ ამ მიმართულებით და ძალიან ჭირს კვლევების მოძიება და ეს არის რაღაცა ჩვენ შეგრძნებებზე დაყრდნობით. თუმცა პირადად მე სხვა ჩემი YouTube არხიდან გამომდინარე მიწევს ამ ადამიანებთან ურთიერთობა და შეხება და რეგიონებში ძალიან ჭირდებათ ეს ჩვენი მხრიდან დახმარება და შიდა ტურიზმისთვის ხელშეწყობა. ნამდვილად, აი ასევე მეორე მხარეა, აი დაუშვათ ჩემს გარშემო მყოფი ადამიანების, რომელიც ასევე კვლევაზე დაყრდნობით ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემი შეგრძნებით ძალიან ცოტა ადგილი გვაქვს ნანახი საქართველოს მასშტაბით და ამ დროს გასტრონომიაც ძალიან საინტერესოა და ლანდშაფტიც ძალიან მრავალფეროვანი. კი და აი სხვათა შორის სულ ცოტა ხნის წინ ჩვენს ეთერში იყო ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილი, რომელმაც თქვა, რომ აი როდესაც რიცხვებით ხდება ხოლმე ძირითადად манипуლირება, სამწუხაროდ გვესმის ბოლო პერიოდში, რომ აი რაღაცა ისტორიული წელი გვაქვს თუნდაც ტურიზმის ადმინისტრაციისგან, მაგრამ აი მან თქვა, რომ ეს ზედახაზის რიცხვები რეალობას თან ასე ვთქვათ არ არის ანალიზისთვის საუკეთესო ვარიანტი და იმის მიღმა არის ძალიან ბევრი პრობლემა, თუნდაც ის რომ პანდემიური კრიზისიდან შემდეგ აღმოჩნდა სფერო უფრო დიდ კრიზისში და რაღაცა ვერ შეძლო აქამდე 2019 წლის თუნდაც 17-18-ის ისტორიული წლების შედეგებზე დაბრუნება, ნუ გადაჭარბებას საერთოდ აღარ ვფიქრობ, მაგრამ აი ამ შემთხვევაში სტუმარმასპინძლობის მიმართულებით და უფრო ჰორეკა სექტორზე რო ვკონცენტრირდეთ, აი დღეს თქვენი გადმოსახედიდან რამდენად დიდ კრიზისში არის ეს სექტორი შესული, მათ შორის საუბარი არის ასევე მსხვილ ბიზნესზეც, ხო, რომელიც არანაკლებად ზიანდება მთელი ამ პროცესების. რომ არა კრიზისი ალბათ ჩვენი საჭიროებაც არ გაჩნდებოდა. და საქართველოს ბანკიც არ იქნებოდა პირველი კონტრიბუტორი, ხო? კი, ნამდვილად ასე. სამწუხაროდ არის კრიზისი, არის გაჭირვება ელემენტარულად ისევ ჩემს ამ YouTube არხს რომ დაუბრუნდე, სადაც კვირაში ერთხელ ვიღებთ ეპიზოდს. ძირითადად ეს არის რეგიონი, თუმცა თბილისის მასშტაბითაც გარკვეული ნიშნით გამორჩეული და საინტერესო რესტორნებს, სასადილოებს, საოჯახო სასტუმროებს ვიღებთ გასტრონომის მიმართულებით. პირადად მე შემიძლია ვთქვა, რეგიონში ალბათ 70-80% ობიექტების ოქტომბრიდან აპრილამდე არის დახურული.
თან ეს არ არის დაუშვათ მაღალმთიანი აჭარა რო იქ მისვლა იყოს რთული. საუბარი მაქვს ალბანში, კახეთში წინა კვირას ვესაუბრე და აპრილში გავიხსნებითო. ანუ ძალიან უჭირთ ამ ადამიანებს სეზონურობაც. ტურისტები ახსენეთ და მანდ არ ვიცი კიდე რამდენად ჩაშლილია კვლევა, ვინ შემოდის, რამდენად ხარჯველუნარიანია ის ტურისტი, რამდენს ხარჯავს, იმიტომ რომ ვიცით ხო, რომ დაუშვათ აზიის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები შედარებით ნაკლებს ხარჯავენ. ძალიან ბევრი ფაქტორი და ტენდენცია აჩვენებს, რომ ანაცვლებენ ევროპელ ტურისტს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალმხარჯველი. სამწუხარო. აი ანა ფონდის თემა რომ ამოვწუროთ, დღეს დაახლოებით რამდენი განაცხადი გვაქვს უკვე სახეზე და აი მონიტორინგის სისტემა საჭიროებების და მიხედვით თქვენი მხრიდან როგორ იქნება, იმიტომ რომ ვიღაცას ჭირდება თქვათ რაღაცა მარაგების შევსება, ვიღაცას საბანკო ვალდებულებების დაფარვა, ვიღაცა შეიძლება ეს იყოს ასე ვთქვათ თანამშრომლების ანაზღაურება, აი გამომდინარე ინდივიდუალური საჭიროებები და რამდენად იქნება ასეთივე მიდგომა თქვენი მხრიდან. ასეთი მიდგომა იქნება, სწორედ ამიტომ არ ჩავშალეთ ჩვენ რისკენ იქნება მიმართული, რომ მაინც და მაინც თანამშრომლების ხელფასი შეიძლება ეს არ იყოს და თქვენ ახსენეთ მარაგების შევსებას მოხმარდეს, ვიღაცისთვის შეიძლება იჯარა იყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ვიღაცისთვის დისტრიბუციის ვალი დაუშვათ გასასტუმრებელი იმისთვის, რომ განაგრძოს ფუნქციონირება. სწორედ ამიტომ თითოეული შემთხვევის განხილვა მოხდება ინდივიდუალურად. ეს არ არის ფიზიკური პირების დახმარება, სადაც რთულია დაუშვათ გაფილტრა და ათეულობით ან ასეულობით განაცხადზეა საუბარი. ადვილია ამის მონიტორინგი. მონიტორინგი მოხდება ასევე იმის, რამდენად მიზნობრივად გაიხარჯა გაცემული თანხა, თითოეულ ბენეფიციართან გაფორმდება ხელშეკრულება. და შემდეგ უკვე ამის აღრიცხვაც მოხდება ჩვენს ვებგვერდზე. აჰა, ესე იგი ყველაფერი იქნება გამჭვირვალე. აუცილებლად, კი. ეს სიტყვა რაღაცნაირად ისე გვექცა, მაგრამ ხო. კი, ფონდის შემთხვევაში ეს აუცილებელი და საჭიროა იმისთვის, რომ ნდობა ქონდეთ როგორც შემომწირველებს, ასევე ბენეფიციარებს. ესე იგი 30 მარტამდე არის მეგობრებო ბიზნესის წარმომადგენლებო, მსხვილი, მცირე თუ საშუალო, ეს ფონდი ღია, ეს არის აბსოლუტურად ქველმოქმედება, ხო, დონაცია არ არის სესხი ამასაც ხაზი გავუსვათ, ხო, ამის ვალდებულებების დაფარვა არ მოგიწევთ და მოკლედ თუ 30 მარტამდე ვერ მოხდით ნაკადში, 30 მარტს შემოსული განაცხადების დადარება და განხილვა მოხდება და შემდეგ უკვე შემდეგ ეტაპზეც შეუძლიათ მეორე ეტაპიც მოგწევონ, მეორე ეტაპიც იქნება. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მაქსიმალურად ასე ვთქვათ, ბევრმა შეძლოს აი ფინანსური რესურსიდან გამომდინარე სარგებლობა და იმედი მაქვს, რომ საქართველოს ბანკი არ დარჩება ერთადერთ კონტრიბუტორად ამ ფონდში და რაღაცნაირად სხვადასხვა ბიზნესებსაც გაუჩნდებათ სურვილი და რაღაც ჯაჭვური სახე მიეცემა. ხო, ერთგვარ სოციალური პასუხისმგებლობა მით უმეტეს ამ სფეროში მოღვაწე დიდი ბიზნესების მხრიდან პატარების გვერდში დგომა და ზოგადად ჯანსაღი კონკურენცია ავითარებს ბაზარს და დიდებსაც. ნამდვილად. და ანა, მინდა რომ აი ვახსენეთ YouTube პლატფორმა არაერთხელ, მაგრამ ეხლა მინდა რომ ამ YouTube პლატფორმის შესახებ უფრო მეტი მოვუყვეთ. ძალიან საინტერესო სახელი ქვია, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მცენარე ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. რეჰანის შექმნის იდეა როგორ საიდან დაიბადა და რა კონცეფციით შეიქმნა ეს პლატფორმა, იმიტომ რომ მაინც ფუდ ბლოგები ასე თუ ისე არ ახალია, ბოლო პერიოდში ტენდენცია წამოვიდა, მაგრამ ეს არ არის ფუდ ბლოგი, ხო? ეს კიდევ უფრო სხვა კონცეფციაა. გასტრო მოგზაურობა შეიძლება ესე ითქვას, უფრო მეტი გასტრონომია, შედარებით ნაკლები მოგზაურობა, მაგრამ მოგზაურობისას ყურადღების გამახვილება გასტრონომიაზე. ზოგადად რომ არ დაგიმალოთ, YouTube-ის შექმნის იდეა დიდი ხანია გქონდა მე და ჩემ პარტნიორსაც, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ფაქტობრივად პატარა ტელევიზია, რომლის განვითარების სტრატეგიაში თვითონ YouTube-ს აქვს, რომ სურს ადამიანებს ჩართვევინოს დიდ ეკრანებზე, YouTube-ი და მართლაც ანალიტიკაში ჩანს, რომ დაუშვათ ჩვენი მაყურებლების 40% YouTube-ს უყურებს არა ტელეფონში და ტაბში, არამედ დიდ ეკრანზე, რაც უცნაური აღმოჩენა იყო ჩემთვის. გაძლევს ძალიან დიდ შესაძლებლობებს, თან წეგან კვლევები და ციფრები ვახსენეთ. აქვს უზუსტესი ანალიტიკა
არა ზუსტად იცი ვინ გიყურებს, საიდან გიყურებს, რა ასაკის. ეს ჩვენთვისაც საინტერესო იქნება, ეხლა საიდან გიყურებენ, ვინ გიყურებ? ძალიან საინტერესო ასევე კომპანიებისთვის, დავუშვათ იმ კომპანიებისთვის, ვინც სპონსორობაში ფულს დებს ამ მიმართულებით, ზუსტად შეუძლია დაითვალოს, თქვათ, რა მიიღოთ დანახარჯის შემთხვევაში. გადავხდით ემაზე და დავიწყეთ როგორ. გვინდოდა სამსახურების პარალელურად, ახლა კი აღარ მაქვს ეს სტაბილური სამსახური და მეტი დრო მაქვს YouTube-ზე, მაგრამ მაშინ მუშაობდი და რას ვაკეთებთ ისედაც, მოდი გადავიღოთ ეს YouTube-ისთვის და ისედაც ძალიან მიყვარს მეც და ჩემ პარტნიორსაც მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ქალაქიდან გასვლა გვინდა ყოველ კვირას. და ეს მოგზაურობა ყოველთვის იგეგმებოდა გასტრონომიული მარშრუტით. სად შეიძლება რაღაც ახალი და გემრიელი გავსინჯოთ. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ყოველთვის მოგზაურობის. კი, და როცა უკვე საქმე ხდება, უფრო მეტ კვლევას აკეთებ და გაოგნებული ვარ აქამდე რაღაც უფრო ისე მზერელეთ ხდებოდა მარშრუტის დაგეგმა და ახლა როცა რეჰანისთვის გეგმა, საოცარი ადგილები და საოცარი ადამიანები აღმოვაჩინეთ. რეჰანს რაც შეეხება, ჩვენს ძალიან გვიყვარს რეჰანი თავისთავად. გონია რომ დაუფასებელი მცენარეა, ქართული ბაზილიკი და ლამაზად ჟღერდა და ამიტომ დავარქვით რეჰანი. ანა, სტატისტიკას ჩავშალოთ, მოდით, აი რა შედეგები გვაქვს ოპერირებიდან რამდენ ხანში დაახლოებით? 6 თვეა გასული, ოქტომბერში დავიწყე. აი სტატისტიკა როგორი არის? ძირითადად ვისგან მოდის ინტერესი? გეოგრაფიული არეალიც როგორია ამ შემთხვევაში მაყურებლებს ძალიან საინტერესოა. გეოგრაფიული არეალი საინტერესოა, რომ ყველაზე მეტი ადამიანი, ალბათ ლოგიკურია, რომ გვიყურებს თბილისიდან, მაგრამ ქალაქების მიხედვით მეორე ადგილზე არის ნიუ-იორკი. გადასერა ოკეანე რეჰანმა. ემიგრანტები, ხო, არ ვიცი, თუ ეხლაც გვიყურებს ვინმე ემიგრანტები, მოკითხვა, ჩემგან მადლობა, ძალიან ჩართულები არიან და მადლობა იმ კომენტარებისთვის, იმიტომ რომ ხშირად გწერენ, რომ როგორც კი საქართველოს ჩამოვალ, აქ უნდა მივიდე და გავსინჯო. ხო, სხვათა შორის მეც ბევრისგან მომისმენია, რომ რაღაცნაირად მე უჩნდებათ ხოლმე სხვანაირად ხედავენ ალბათ, ან თავიდან აღმოაჩენენ, ან საერთოდ პირველად იგებენ ამბებს იმ ადგილების შესახებ, რასაც უზიარებთ. აი, როგორ ხდება ხოლმე ამ ყველაფრის შერჩევა, წინასწარ დაგეგმვა და ასე ვთქვათ, რის მიხედვით შემდეგ უკვე რა კონცეფციით იგება იმ ვიდეოების შინაარსი? სხვადასხვანაირად შეიძლება იმ კონკრეტულ ადგილის გამო წავიდეთ რეგიონში და შეიძლება პირიქით რაღაც რეგიონის საინტერესოობიდან გამომდინარე წავიდეთ. დავუშვათ ფარავნის ტბაზე სამცხე-ჯავახეთში ვიყავით, რაც ცოტა დაუფასებელი მხარეა, ესე მგონია, იმიტომ რომ ხშირად არ ახსენდებათ იქით წასვლა და არის ულამაზესი საოცარი ლანდშაფტი, რომელიც არ გავს საქართველოს არც ერთ კუთხეს. გაშლილი, გაყინული ფარავნის ტბა სრულ სითეთრეში და დიდი ყარყატების ბუდეები, იმაზე სოფლებში დენის, რა ქვია, ბოძებზე. ძალიან უცნაური და ლამაზია. ასევე უგემრიელესია მესხური სამზარეულო. გავიცანით ადამიანი, რომელიც გიორგი ნათენაძე, რომელიც სხვადასხვა სოფელში აგროვებს უძველეს ვაზის ჯიშებს, მესხურ ვაზებს და შემდეგ ამისგან აყენებს ღვინოს. ძალიან საინტერესოა ლოკოკინების ამბავიც, იმიტომ რომ ხო, ამ ხარეს მოყავთ, აქვთ ლოკოკინების მეურნეობები და უცნაურია, რომ საქართველოს სხვა რეგიონებში არ არის ლოკოკინები კერძებში და ზოგადად გავრცელებული ლოკოკინების ჭამა. ხო, რაღაცა ფრანგული ასე ვთქვათ დელიკატესი როგონია, აგერ გვაქვს თურმე. და ანა, აღარ დაგვრჩათ რომ და მინდა რომ cooking-ზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა გეგმების ნაწილში პლატფორმას ექნება, პრინციპში მეორე პლატფორმა კეთდება, ხო? მეორე პლატფორმა უკვე გაშვებულია 4 ვიდეო დევს კიდეც რეჰანი cooking და აქ არის უფრო მეტი კულინარია. წამყვანია ავთოცეცხლაძე შეფი, რომელიც მამაპაპისეულ ეზოში ღია ცეცხლზე ამზადებს სხვადასხვა კერძს და გურია ძალიან საინტერესოა, რატომ ავირჩიეთ კიდევ გურია, გარდა იმისა, რომ ავთოსთვის მშობლიური მხარეა, ძალიან
უყურადღებოდ დატოვებული მხარეა ყველა მხრიდან. გურიაც ძალიან ლამაზია თავის სუბტროპიკებით, მით უმეტეს ახლა გაზაფხული დგება და კარგი იქნება რომ გურიასაც ვესტუმროთ, იმიტომ რომ ჩვენ რო ვესტუმრებით, მოთხოვნა რო გაიზრდება, მოთხოვნა მიწოდების ამბავია, შემდეგ უკვე გაჩნდება მეტი რესტორანი, მეტი საოჯახო სასტუმრო და მეტად გაცოცხლდება რეგიონი. ძალიან დიდი მადლობა. წარმატება და აუცილებლად მინდა რომ მე მოვიკითხო დავიტოვო ამის იმედი, რომ მეორე პლატფორმა და პრინციპში რეჰანზეც მთლად ისე ვერ მოვასწარით საუბარი როგორც მინდოდა, ამიტომ კიდევ გავშალოთ ეს თემა უკვე გურიიდან მოვიკითხოთ ამბები. აუცილებლად ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ პლატფორმას და ცხადია ფონდის მიმართულებითაც და ბევრი საინტერესო შედეგი თქვენს ანგარიშზე. პრინციპში პარტნიორული თვალსაზრისითაც აი ამას გისურვებთ, იგივე YouTube-ის არხების თუ ასევე ფონდის ახლოსთან ერთად ცხადია და იმ ბიზნესებთან ერთად, რომელსაც გაუწევთ ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას. თქვენს მადლობა მხარში დგომისთვის. ანა კოშაძე, ქართული სტუმარმასპინძლობის ფონდის თანადამფუძნებელი პლატფორმა რეჰანის დამფუძნებელი იყო ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი, სანამ მეორე ნაწილში დაგიბრუნდებოდეთ სტუმრად და ნორვეგიაში ქართული ღვინის ფესტივალის შესახებ ამბებს გავიგებდით, მანამდე გიტოვებთ სიუჟეტს, რომელიც არც მეტი არც ნაკლები ოლიმპიური კომიტეტის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტის შესახებ მოგვითხრობს. ნახოთ ირაკლი მოდებაძის ვიდეო ისტორია და რამდენიმე წუთში უკვე რეკლამის შემდეგ ვიბრუნდებით. ოლიმპიური თამაშები ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებადაა მიჩნეული ერთგვარ ზენიტად, სადაც წარმატების შემთხვევაში სპორტსმენი საკუთარ სახელს უკვდავყოფს. შესაბამისად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაწესებულებაა მსოფლიოში, რომელსაც ფარული კენჭისყრის შედეგად არჩეული პრეზიდენტი მართავს 4 ვიცე-პრეზიდენტითა და 10 სხვა სოკის წევრთან ერთად. პრეზიდენტი თანამდებობას 2 ვადით იკავებს, რომელიც შეიძლება განახდეს კიდევ 1 ვადით. ამ პერიოდში ხელმძღვანელებს უწევთ მინიმუმ 2 ზაფხულისა და 2 ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაორგანიზება, რაც ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა, რომელიც თანამდებობას 12 წლის მანძილზე 2013 წლიდან იკავებდა, აღმასრულებელ საბჭოს სოკის წევრობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა. კომიტეტის ცნობით ოლიმპიური ქარტიის შესაბამისად გადაწყვეტილება ძალაში შევა 23 ივნის ახალი პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გადაცემის დღეს. ბახმა წარმატებული მოღვაწეობა 2021 წლის 10 მარტს ხელახალი 4 წლიანი ვადით გააგრძელა, ხოლო გასული წლის აგვისტოში განაცხადა, რომ თანამდებობაზე ახალი ვადით კენჭს არ იყრიდა. 20 მარტს გამართულ სოკის 154 სესიაზე კი გაირკვა, რომ ის ამ წლის 24 ივნისიდან კომიტეტის საპატიო პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს, ხოლო პრეზიდენტის პოსტზე მას კირსტი ქოვენტრი ჩაანაცვლებს. ქოვენტრის აღნიშნული პოსტისთვის კიდევ 6 კონკურენტი ჰყავდა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილე 97 წევრიდან მან 49 მიიღო, რაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ოლიმპიური კომიტეტის ისტორიაში მე-10 პრეზიდენტი გამხდარიყო. ამასთანავე ის იქნება პირველი ქალი და პირველი აფრიკელიც, რომელიც ამ თანამდებობაზე იმუშავებს. აქტიური სპორტული კარიერისას კირსტი ცურვაში ზიმბაბვეს სახელით ასპარეზობდა და ქვეყნისა და ზოგადად აფრიკის კონტინენტის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია. 2000 წელს სიდნეის თამაშებზე მან ფინალურ ეტაპზე მოხვედრა ვერ მოახერხა, თუმცა პროცესში ეროვნული და კონტინენტური რეკორდები დაამყარა. 2004 წელს ათენში ყველა სინჯის მედალი მოიგო, მათ შორის ოქროს ზურგზე ცურვაში და გახდა ზიმბაბველებს შორის ერთადერთი, ვინც მედლები მოუტანა საკუთარ სამშობლოს. კიდევ უფრო დიდი წარმატებით გამოირჩა ის 2008 წლის პეკინის თამაშებზე, როდესაც იგივე დისციპლინაში კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო 3 სხვა მიმართულებაში ვიცე-ჩემპიონის ტიტული მიიღო. დღემდე ზიმბაბვესთვის აღნიშნული თამაშები ყველაზე წარმატებულია, რადგან სხვა დროს არასდროს მიუღიათ ამდენი ოლიმპიური მედალი. ასეთი შედეგებისთვის ზიმბაბვეს პრეზიდენტმა ქოვენტრი $100,000 დააჯილდოვა, რაც კირსტიმ მთლიანად ქველმოქმედებაში გადარიცხა. მომდევნო 2 ოლიმპიადა მოცურავესთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, რის გამოც აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა და ბედი ადგილობრივ პოლიტიკაში სცადა. ზიმბაბვეში ის ახალგაზრდობის სპორტის ხელოვნებისა და რეკრეაციის მინისტრად დაინიშნა, თუმცა დიდად წარმატებული არ ყოფილა, რადგან 2020 წელს აფრიკის საფეხბურთო კონტინენტურ პირველობაზე განაცხადის შევსების მიუხედავად კონკურენცია სტადიონების უსაფრთხოებისადმი ეჭვების გამო წააგო. ამავდროულად ის სოკის აღმასრულებელი კომიტეტის წევრის თანამდებობასაც იკავებდა. მას შემდეგ, რაც ბახმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ის აქტიურად ჩაერთო პროცესებში და საკუთარი საარჩევნო კამპანია ანტიტრანსგენდერულ მოტივებზე ააგო, რის მიხედვითაც ის მხარს უჭერს ტრანსგენდერი სპორტსმენების სრულ დისკვალიფიკაციას იმ კატეგორიებში, რომლებიც მათ გენდერულ იდენტობას არ შეესაბამება. მისი ერთ-ერთი
უპირველესი მოტივი ქალთა უფლებების დაცვა, რაზედაც 154 სხდომაზეც ისაუბრა. Coventry-ს განცხადებით მას სურს სოკი ამ საკითხთან დაკავშირებით მეტ ლიდერობას იჩენდეს, რასაც საერთაშორისო ფედერაციებთან ერთად განიხილავს. წარსულში სექსუალური შევიწროების ნიადაგზე მას მთლიანად ზიმბაბვეს ფეხბურთის ფედერაცია ჰყავს გადაყენებული და ახლიდან დაკომპლექტებული. აქედან გამომდინარე, მისი მიმართება საკითხთან დაკავშირებით სერიოზულია. კიდევ ერთი საკითხი შეეხება რუსეთის ფედერაციის ოლიმპიადაზე სრულფასოვნად დაბრუნების საკითხს, რომელიც 2022 წლის უკრაინასთან წარმოებული ომის ფონზე დისკვალიფიცირებულია. Coventry-ს განცხადებით ის სახელმწიფოების ეგრეთ წოდებული აკრძალვის წინააღმდეგია და მოვლენების განვითარებას დააკვირდება, რის შემდეგაც საერთაშორისო ფედერაციებთან ერთად გადაწყვეტს ამ საკითხს. გადასაჭრელია 2036 წლის ოლიმპიადის მასპინძლის ვინაობა, რომელზედაც პრეტენზიას ინდოეთი, კატარი, თურქეთი და სხვა აზიური ქვეყნები გამოთქვამენ. ამ გადმოსახედიდან ფავორიტად ინდოეთია მიჩნეული, რადგან მათ კომიტეტის პრეზიდენტ ნიტა ამბანისთან კირსტის იდეალური ურთიერთობა აკავშირებს, თანაც ყველაზე მდიდარი ოჯახის წარმომადგენელია აზიაში. Coventry-ს მოუწევს ურთიერთობის დალაგება ამერიკის ახალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც, რომელიც 2028 წელს ლოს-ანჯელესში გასამართი ოლიმპიადისთვის გარკვეული ქვეყნის წარმომადგენლებს ქვეყანაში არ შეშვებით ემუქრება. თავის მხრივ კი სოკის ახალმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ორგანიზაციის 209 სახელმწიფოს წარმომადგენელი შეძლებს კვოტების შესაბამისად მონაწილეობის მიღებას. სამომავლოდ განიხილება ოლიმპიადის შემოდგომაზე ჩატარების პერსპექტივაც, რადგან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ზაფხულში არსებული ტემპერატურის გამო წარმოუდგენელია სპორტსმენებმა საშინელ სიცხეს გაუძლონ, რის გამოც ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა კატარი, საუდის არაბეთი ან თუნდაც ინდოეთი, ოლიმპიადის ორგანიზების შემთხვევაში ღონისძიება შემოდგომით გაიმართება. ოლიმპიური კომიტეტის მარკეტინგის ყოფილი დირექტორის მაიკლ პეინის განცხადებით, ახალი პრეზიდენტის მმართველობისას აფრიკის კონტინენტის გავლენა მსოფლიო სპორტში მნიშვნელოვნად გაიზრდება და თვითონ შავ კონტინენტზეც იმედი აქვთ, რომ კირსტის მმართველობისას ისტორიაში პირველად ღონისძიების მასპინძლობის უფლებას მიიღებენ. ერთი სიტყვით, ახალ პრეზიდენტს ძალიან ბევრი საქმე აქვს. გრძელვადიანი საკითხები მოიცავს გენდერულ უფლებამოსილებას, კლიმატის ცვლილებას, დოპინგს და იმის უზრუნველყოფას, რომ თამაშები დარჩება აქტუალური შემდგომი მედიისა და გასართობი ლანდშაფტის სწრაფად ცვალებადობის პირობებში. ბახის ნაღვაწი Coventry მინიმუმ უნდა შეინარჩუნოს. თუმცა მოლოდინია, რომ მისი შეხედულებებიდან გამომდინარე გააუმჯობესებს და ქალთა სპორტი ისე როგორც არასდროს აქამდე არ ნახულ პიკურ პოპულარობას მიაღწევს. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და გადაცემის ამ ნაწილში უნდა გადავინაცვლოთ ნორვეგიაში და მოგიყვეთ ქართული ღვინის ფესტივალის შესახებ, რომელიც ნორვეგიაში ქალაქ კრისტიანსენში მდებარე ღვინის ბარის ღვინოს ეგიდით იმართება ოსლოში და ნათია ყურუა ღვინოს თანადამფუძნებელი გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში და უფრო მეც მოგვიყვება ამ ძალიან მნიშვნელოვანი ამბის შესახებ. ნათია, მოგესალმები. გამარჯობა ლიკა, მადლობა მოწვევისთვის. ძალიან დიდი მადლობა პირიქით თქვენ ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის პირველ რიგში და ჩართულობისთვის ცხადია დღეს ჩვენთან ერთად. ნათია, ფესტივალის შესახებ უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ ეს გაცდა კიდეც კრისტიანსენდის საზღვრებს მიღმა ოსლოში ტარდება ეს ყველაფერი და მოგვიყევით კონცეფციის შესახებ, ზოგადად იდეა როგორ გაჩნდა, რომ საჭირო იყო ახლა აი ამ ტიპის ფესტივალის ჩატარება იმის მიღმა, რომ ისედაც არაკლებდით ნორვეგიელებს ქართული ღვინის სხვადასხვა საღამოებს და გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს. ღვინის ფესტივალი ჩვენ უფრო ადრე დავიწყეთ ვიდრე ღვინის ბარი, იმიტომ რომ 2018 წლიდან მე ხომ ქართული ღვინოს შემომაქვს ნორვეგიაში და იმდენად ცოტა ინფორმაცია იყო და იმდენად არ იცოდნენ ქართულ ღვინოზე, რომ ფაქტიურად 2020 წლიდან დავიწყეთ ეს ფესტივალი, უბრალოდ ბოლო 3 წელია უფრო დიდი გახდა, იმიტომ რომ რაღაც ღვინის ეროვნულმა სააგენტომაც გამოიჩინა მხარდაჭერა და რაც დაგვეხმარა იმაში, რომ ცოტა უფრო მასშტაბური და დიდი იყოს და ძალიან საინტერესოა ის, რომ მახსოვს რომ პირველი წელი რომ იყო, რაღაცა 45 კაცი ყავდა სტუმრად, ანუ პირველ წელს რო ჩატარდა და შარშან 400 სტუმარი ყავდა და წელსაც იგივეს ველოდებით თვითონ ამ ფესტივალზე და საკმაოდ მოთხოვნადი და საინტერესო გახდა ძალიან ბევრისთვის. და წელს რა ხასიათი ექნება უკვე ამ ფესტივალს, მათ შორის ვინ გაერთიანდება, ქართველი მეღვინეები, ვისი პროდუქცია იქნება, რამდენად მრავალფეროვანი ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი ამ ფესტივალის ფარგლებში და დამსწრე აუდიტორიასაც დაახლოებით რა მასშტაბის რაოდენობას ვარაუდობთ.
თითქმის წარმოდგენილი იქნება თითქმის ყველა ღვინო, რომელიც ნორვეგიაში უკვე არის. 2018 წელს მახსოვს, რომ მხოლოდ 4 სახეობა ღვინო იყო ნორვეგიაში. ახლა 60-ზე მეტი არის ვინ მონოპოლში ამაც მაღაზიაში თვითონ დარეგისტრირებული, რაც არის გაყიდვაში, ესე ვთქვათ, ნორვეგიაში და 14 კომპანია იქნება წარმოდგენილი ჩვენს ფესტივალზე. და 400 სტუმარი იქნება. მასული და ამ სტუმრებში იქნებიან ჰორეკაც, ჩვეულებრივი პაბლიკ, ანუ ჩვეულებრივი მოყვარულებიც და ჟურნალისტებიც და ესე შემდეგ. ნათია, რა პერიოდში გაიმართება ეს ფესტივალი, როგორი ხასიათი და როგორი სახე იქნება, მათ შორის აი დღის წესრიგი როგორ გაქვთ გაწერილი და ძალიან საინტერესო იქნება, ასე ვთქვათ, დასწრება, როგორ შეიძლება, ვინც ახლა ცხოვრობს ნორვეგიაში, გაუჩნდებათ ცხადია ეს კითხვა. ჩვენ კვირას ვატარებთ 6 აპრილს იქნება თვითონ ოსლოში და როგორ არის იცი რაღაც ნაწილი ბილეთები იყიდება, დიდი ნაწილი დაპატიჟებულია და ანუ ბილეთების სადაც ანუ ძალიან დაანონსებულიც არის და ინტერესი ძალიან დიდია მოკლედ და წამოვიდა მოთხოვნა ესე იგი? კი, როგორ არა. ანუ ხო და ძალიან განსხვავებაა პირველ წლებში ჩატარებული ფესტივალებსა და ანუ შემდეგ ბოლო წლებში, იმიტომ რომ თვითონ ქართული ღვინო მოიდგა ესე ვთქვათ ფეხი და რაღაც ბევრი ინტერესდება და უკვე იცის ისტორიაც და ინტერესიც უფრო დიდი აქვს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კიდე ის, რომ სამწუხაროდ ნორვეგიაში ძალიან მკაცრად არის ალკოჰოლის რეკლამა, ანუ ძალიან შეზღუდული ხარ, რა შეიძლება რომ მიაწოდო ინფორმაცია ღვინოზე და ესე შემდეგ და ერთადერთი ეს დეგუსტაციები არის ერთადერთი ხერხი, რომ შეგიძლია ასე ვთქვათ მომხმარებელს აჩვენო პროდუქტი და გაასინჯო და რაღაცა უთხრა ამ პროდუქტზე. თან აქედან სხვა კიდე ის არის, რომ ჟურნალისტებს შეუძლიათ რომ ამ ღვინოებზე დაწერონ და ეს არის ძალიან დიდი რეკლამა ღვინის ნორვეგიაში, რაც გვაჩვენებს ძალიან დიდ განსხვავებას, როდესაც იწერება რაღაც ღვინოზე, გაყიდვებიც ძალიან იმატებს და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს ჟურნალისტებთან ურთიერთობა და მათ ესე ვთქვათ მივაწოდოთ ინფორმაცია და ანუ გაავრცელონ მაქსიმალურად დიდ მასშტაბზე. ხო, ამაში მე მგონი განსაკუთრებით დიდი წვლილი მაინც შეაქვს ღვინოს, იმიტომ რომ ეს არის პირველი ქართული ღვინის ბარი თქვენს მიერ დაფუძნებული, რომელმაც გააცნო კარგად ქართული ღვინო, განსაკუთრებით ქვევრის ღვინო, რაც ჩვენი აი ავთენტურობის დამახასიათებელია და აი ღვინოს შედეგებიც მინდა რომ აი ამ განვითარების თვალსაზრისით მოვიკითხოთ. დაახლოებით 3 წელია უკვე, ხო, რაც 2 წლის გავხდებით მაისში. როგორ იყო ეს 2 წელი ღვინოსთვის ნათია და როგორ გაიზარდეთ, გააფართოვეთ ასორტიმენტი და მოთხოვნა რაც მთავარი არის, როგორ ასე ვთქვათ დინამიკაში როგორ გამოიხატება ეს ყველაფერი? კრისტიანსლენდი არის ძალიან პატარა ქალაქი, ესე ვთქვათ, წყლისპირა და უფრო დატვირთულია ზაფხულობით და ძალიან საინტერესოა ის, რომ ანუ ერთია რომ აქაური ადგილობრივი მომხმარებელი ყავს, მაგრამ ანუ ძალიან ბევრი სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოდიან და ნუ ხსმენია თქვენზე და ძალიან ბევრი სტუმარი ყავს ოსლოდან, ტრონჰემიდან, ანუ სხვადასხვა ქალაქებიდან მოკლედ და რავი, ძალიან დადებითია, ვცდილობთ რომ ევენთებიც ბევრი კონდეს, ყოველ შაბათს ჯაზ მუსიკა გვაქვს, ცოცხალი, გვაქვს სხვადასხვა კონცერტებიც, დეგუსტაციები გვაქვს სხვადასხვა და მოკლედ ვცდილობთ რომ რაღაც მარტო ღვინის ბარი არ ვიყოთ და ცოტა კულტურული ისე გავხდეთ და ძალიან დადებითი შედეგები გვაქვს, მაგრამ კიდე გვაქვს რაღაცები გეგმაში, რომ გვინდა რომ კიდე უფრო განვითარდეთ და რა არის ეს გეგმები? ჩვენთვისაც საინტერესო იქნება ამის გაზიარება, თუ შეგვიძლია, რა თქმა უნდა. კი, ანუ ჩვენი ესე ვთქვათ, ეს არ ჩვენ გვინდა რომ უფრო კულტურული გავხდეთ, უფრო მეტი სტუმრები გვინდა ქართველი მწერლებიც მოვიწვიოთ, გვინდა უფრო მეტი ქართული მუსიკა და კონცერტიც გქონდეს, ჩამოვიყვანოთ საქართველოდანაც ესე ვთქვათ, ჩვენი ხელოვნებიც და რავი, ესეთი მსგავსი რაღაც ევენთების გაკეთების სურვილი გვაქვს. სხვათაშორის ღვინის ფესტივალი 6-ში არის, მაგრამ რამოდენიმე მეღვინე ჩვენთანაც ჩამოდის 4 აპრილს და ღვინოშიც გვექნება ესეთი მინი ფესტივალი, სანამ ოსლოში დიდი ფესტივალი. ეს საუბარი არის ქართულ მეღვინეებზეც, მათ შორის და ადგილობრივებზეც. აი, რა თანაკვეთა მოხდება კულტურული ამ შემთხვევაში, მიღმა იმისა, რომ ღვინო რაღაცნაირად გააერთიანა ეს ყველაფერი.
რაც 4 აპრილს რაც ეხება, ეს იქნება მხოლოდ ქართული, ჩვენი ქართული ღვინის მინი-ფესტივალი აქვს და ოსლოშიც მარტო მხოლოდ ქართული იქნება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ღვინის ბარში, ღვინოში მარტო ქართული ღვინოები გვაქვს მენიუში და არ თავაზობთ მომხმარებელ სხვა ღვინოს, ხშირად გვაქვს დეგუსტაციები, არის გამოკვეთილია ხუჩაბათი დღე ხოლმე, როდესაც შეუძლიათ ან სხვა მეღვინე, სხვა ქვეყნის ღვინო იმპორტ კომპანიებს და ესე შემდეგ, რაღაც თემატური საღამოები გვაქვს ხოლმე, სადაც წარდგენილია დაუშვათ თემატური, ის ღვინოები. და მხოლოდ იმ დღისთვის, როგორც ევენთი და თვითონ რაც შეეხება გაყიდვას და ჩვენ ღვინოებს, მხოლოდ ქართული. ამ შემთხვევაში რა ეტაპზეა დღეს ქართულ მეღვინეებთან თანამშრომლობა, როგორ დაიწყეთ და ესეც რამდენად გაფართოვდა თვალსაჩინო ამ მიმართულებით პარტნიორთა რაოდენობის თვალსაზრისით? ეს როგორ არის ღვინის ბარში უფრო რაოდენობაც უფრო მეტი გვაქვს, სახეობებიც უფრო მეტი გვაქვს, სადღაც 140 სახეობა მაქვს ღვინის ბარში, რომელიც ნახევარზე მეტი მხოლოდ ღვინის ბარში არის და ნორვეგიაში სხვაგან არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ ცოტა სისტემა ნორვეგიული, მაღაზიებში შესვლა ძალიან რთული და გრძელი პროცესია, ამიტომ ნელ-ნელა ავდივართ, ესე ვთქვათ, რაოდენობებზე და სახეობებზე და ღვინის ბარში ეგ თავისუფლება გვაქვს, რომ უფრო ფართო მასშტაბით და სახეობებით გავმასწავლეთ ჩვენს მომხმარებელს და ჩვენს სტუმრებს და თან კარგია რაღაც ექსკლუზიური ნიშა გვაქვს იმის, რომ რაღაც ღვინოები არის, რომელიც არ გვიძებნება არცაც სხვაგან გარდა ჩვენთან ნორვეგიაში. კი ბატონო, ნათი მახსოვს 2 წლის წინ, როდესაც იწყებდით ამ ყველაფერს და ერთ-ერთი დებიუტი სწორედ სატელევიზიო ეთერში იყო პრინციპში პირველი ჩვენთან, როდესაც საუბრობდით, ასე ვთქვათ, საწყის ნაბიჯებზე ამ ბიზნესში და მაშინ ამბობდით, რომ ჯერ ახლა სინჯავენ, ჯერ ახლა ეცნობიან ნორვეგიელები ქართულ ღვინოს, არის განსაკუთრებული ინტერესი, მაშინაც აღნიშნავდეთ, რომ იყო ქარვისფერ ღვინოზე და ქვევრის ღვინოზე გამოხატული რაღაცა orange wine როგორც მან ეძახიან. კი, დღეს როგორ შეიცვალა ეს დამოკიდებულება თუ უფრო მეტად გამძაფრდა ინტერესი ქართული ღვინისადმი და ზოგადად ასე ვთქვათ, სახეობების და მიხედვით რომ ჩავშალოთ, რომელი მივიდა უფრო ნორვეგიელებთან ახლოს? ცოტა სეზონურია ჩვენთან ღვინის გაყიდვა, აი ზაფხულზე, ფილოდე რაღაცა, როზე და თეთრი ძალიან გაყიდვადია, მაგრამ როგორც ესეთი ძალიან საინტერესოა ის, რომ ძალიან ბევრი მომხმარებელი ვინც მოდის უკვე, ადრე თუ ძალიან ბევრი ენერგიას დებდით და დროს იმაში, რომ ყველა თითოეული ღვინო აგვეხსნა და განსხვავებები გვესწავლა ჩვენ სტუმრებისთვის, ძალიან ბევრი ხა მოდის და უბრალოდ იცის თავისი ფავორიტი და პირდაპირ უკვეთავს იმას, რაც უნდა და ეს orange wine-ებიც, ესე თქვათ, ჩვენი ქვევრის ღვინოებიც ძალიან მოწონს და საკმაოდ დაბალანსებულად გვაქვს გაყიდვები, რაღაც ისე რომ თქვა რაღაცა ფავორიტი აქვს და მარტო ეს იყიდება, არა, ყველანაირი მომხმარებელი ყავს და ყველაზე კარგი და ადვილი ალბათ ეგ განცდა არის, რომ უკვე რაღაც იციან რას უკვეთავენ და აქვთ უკვე თავიანთი იდეა, როგორი ღვინოები მოწონთ ქართული. და რამდენად შედის ქართული ღვინო კონკურენციაში ადგილობრივთან თუ ნორვეგია ისეთი ბაზარია დარწმუნებული ვარ, ეხა იმპორტითაც გაჯერებული იქნება სხვადასხვა ქვეყნის ფართო ვარიაციებს ვნახავთ ამ ალკოჰოლური სასმელის თვალსაზრისით და ამ შემთხვევაში ესეც თუ გამყარდა ამ მიმართულებითაც პოზიცია. ნორვეგიაში არის მხოლოდ ერთი ალკოჰოლის მაღაზია, ვინ მონოპოლი ქვია, რომელსაც აქვს უფლება გაყიდოს ალკოჰოლი, ღვინო და სპირტიანი სასმელი, რომელიც არის 7 გრადუსზე ზევით. აქედან გამომდინარე, ბაზაში დარეგისტრირებული ღვინოების არის 33,000, 33,000 სახეობა. კონკურენცია ძალიან დიდია და სამწუხაროდ ეს ფრანგული და იტალიური ღვინო ძალიან გამჯდარია კულტურაში. ნუ ხო, ცნობადობის და სანდოობის კუთხით ცხადია რომ აქედან გამომდინარე, ხედავთ, გაზრდას ღვინოების და თუ გამოქონდა რაღაც 2 პალეტი, 3 პალეტი დაუშვათ გასაყიდეთ პირველ წლებში, ეხლა მთლიანი მანქანა შეკვეთაზე მთლიანი მანქანის შეშვებინ. გაზრდილი არის და ჯერ კიდე დასაწყისია, იმიტომ რომ ხო დრო ამას ძალიან დიდი დრო ჭირდება, იმიტომ რომ აქვთ ნორვეგიელებს ეს რომ რაღაც როცა ესე ვთქვათ, ნდობას აცხადებენ, თუნდაც მეღვინის მიმართ, მაგრამ იმის სხვა ღვინოებიც
სანდუა მათთვის და უფრო მეტად ყიდულობენ. ან ძალიან დიდ განსხვავებას ხედავთ ხოლმე რაღაც ღვინოზე თუ დაიწერება და ჟურნალისტი რეკომენდაციას გააკეთებს, მერე ის იმ კომპანიის სხვა ღვინოებიც უფრო ადვილად და კარგად იყიდება. და ნათია, მოდი რაღაცნაირად ჩვენი დროც იწურება და შევაჯამოთ ახლა ეს ყველაფერი. მინდა რომ ბაზრის ათვისების ნაწილზეც გვითხრათ, მიღმა იმისა, რომ გეგმები გაქვთ სხვადასხვა კულტურული საღამოების დამატების თვალსაზრისით, რა ხდება უკვე პოტენციალის მხრივ, მათ შორის თუ იგეგმება თუნდაც ახლო თუ არა შორეულ პერსპექტივაში, მაინც რომ გაცდეთ კიდეც კრისტიან სენდის საზღვრებს ან რაღაცნაირად უფრო ფართო მასშტაბზე გახვიდეთ. ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ ამაზე, გვინდა ოსლოში აუცილებლად სამომავლოდ ღვინო იქაც რომ გავხსნათ, უბრალოდ გადაწყვეტილი გვაქვს რომ რაღაც გვინდა რომ ეს ძალიან მყარად იყოს აქ, რომ შემეძლოს დავუშვათ მე გავაგრძელო და გადავიდე სხვა ქალაქში და დასაწყისში მაინც ვიყო ამ ყველაფრის ნაწილი. აქედან გამომდინარე შორეულ პერსპექტივაში არის კი რომ ოსლოში იქნება შემდეგი ღვინო წარმოდგენილი. ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ. გულშემატკივრობთ საქართველოსდან და მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც ხდება ასეთ განვითარებულ ქვეყანაში, ევროპის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ გამორჩეულ ქვეყანაში ქართული ღვინის ასეთი პოპულარიზაცია და კიდევ და კიდევ დიდი მასშტაბები და გაფართოება, განვითარება თქვენს ანგარიშზე. ნათია ყურუა ღვინოს დამფუძნებელი იყო დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი, ასეთი იყო ქალების ნარატივი ლიკა მიგუცნიშვილთან ერთად. მე ხვალამდე გემშვიდობებით დროებით.